პაპილომავირუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა, რომელიც ხშირად ორგანიზმში შეუმჩნევლად ცხოვრობს, მაგრამ მას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ ადამიანებმა ორგანიზმში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება შეძლონ, საჭიროა ვაქცინა, რომელიც პაპილომავირუსის გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. 2025 წლიდან გაფართოვდა ეროვნული იმუნიზაციის პროგრამა და თუ აქამდე პროგრამა აფინანსებდა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიან ვაქცინას გარდასილ 4-ს, ახლა უკვე სრულად ფინანსდება ვაქცინის 9 კომპონენტიანი ვერსია გარდასილ 9, 10-დან 45 წლის ჩათვლით გოგოებისა და ქალებისთვის და 10-დან 26 წლის ჩათვლით ბიჭებისა და კაცებისთვის. ბაზარზე ეს ვაქცინა აქამდეც იყო ხელმისაწვდომი, მხოლოდ კომერციული ფორმით და საკმაოდ ძვირად ღირებული ვაქცინა იყო. ახლა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიაკითხოს ვაქცინაციის ნებისმიერ პუნქტს და აიცრას უფასოდ, თუ ცხადია აკმაყოფილებს შესაბამის ასაკობრივ კატეგორიას. პაპილომავირუსი ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის განვითარების რისკს მკვეთრად ზრდის, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე გართულებებს იწვევს. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის პაპილომავირუსი არის სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე ხშირი ინფექცია და ამ ვირუსს აქვს უნარი, რომ გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს კიბო. მაგალითისთვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების თითქმის 100% სწორედ ადამიანის პაპილომავირუსს უკავშირდება და სწორედ ახლა იანვარი არის საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე და ყოველწლიურად საქართველოში ამ დიაგნოზით იღუპება 200-მდე ქალი და ეს დიაგნოზი ექვემდებარება პრევენციას ვაქცინის მეშვეობით. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ვაქცინა უდრის -1 სიმსივნეს. ვაქცინაში შედის პაპილომავირუსის ის შტამები, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და შესაბამისად ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. ვაქცინის უსაფრთხოება გამყარებული არის ათასობით მონაწილეზე ჩატარებული კლინიკური კვლევებით და გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოების პროფილით. არის ამერიკული წარმოების ვაქცინა. გვერდითი მოვლენები ასეთის არსებობის შემთხვევაში არის მინიმალური და შემოიფარგლება ინექციის, ანუ ჭყვეტის ადგილას სიწითლით, ტკივილით ან 1-2 დღის განმავლობაში ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს მსუბუქი ცხელება ან თავის ტკივილი, რომელიც თავისთავად სპონტანურად გაივლის და არ საჭიროებს რაიმე სპეციფიკურ ჩარევას ან მკურნალობას. ჩატარებული აცრა რეგისტრირდება იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში, რომელიც ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას ხელმისაწვდომია, როგორც აცრილი პირისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეს უკვე საქართველოში შესაძლებელი არის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გარდასილი ცხრით, ანუ პაპილომავირუსის 9 ვალენტიანი ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომი არის ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის მედისონის ფილიალებში. ნებისმიერ სურვილს ასაკის შესაბამისად და აქცენტს გავაკეთებ, რომ გეგმიურ კალენდარში არის შესული პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და 10, 11 და 12 წლის როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შეუძლიათ ჩაიტარონ გეგმის მიხედვით ვაქცინაცია. გარდა ამისა, გაწმენდის რაუნდების ფარგლებში მიმდინარეობს 13-45 წლის ასაკის ქალბატონების და 13-დან 26 წლის ჩათვლით ვაჟების ვაქცინაცია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. გეგმიურ კალენდარში 10, 11, 12 წლის ასაკის გოგონებისთვის და ვაჟებისთვის, იმიტომ არის გათვალისწინებული ეს ვაქცინაცია, რომ რაც უფრო დროულად და ადრეულ ასაკში მოხდება პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მით უფრო ეფექტურია ამ ვაქცინის მოქმედება და ხანგრძლივად გაყვება მთელი ცხოვრების მანძილზე. საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრები აქტიურად არიან ჩართულები ვაქცინაციის პოპულარიზაციაში და საკუთარი ქცევით საზოგადოების ქცევის ცვლილებას უწყობენ ხელს. პაპილომავირუსი ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევის მთავარი მიზეზია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მამაკაცებშიც ეს ვირუსი წარმოადგენს რისკ ფაქტორს. უმეტესწილად მამაკაცებში ეს ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სიმსივნური დაავადება. და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ქალებმა, არამედ მამაკაცებმაც ჩაიტარონ ვაქცინაცია. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეს არის ვაქცინა, რომელიც გვიცავს პაპილომავირუსის მიერ გამოწვეული დაავადებებისაგან, კონკრეტულად და უმნიშვნელოვანესად საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან. მე დღეს გავიკეთე მესამე დოზა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ავიცრათ, რათა დავიცვათ როგორც ჩვენი თავი, ასევე ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და ჩვენი სოციუმი.